წელს გადაწყდა, რომ აჩმას მოამზადებს დედა და ერთად დავიწყოთ მომზადება. 5 ცალკვერცხს დავამატებთ 1/3 ჩაის კოვს მარილს, ასევე 1 სუფრის კოვს მარს და 300 მილილიტრ ოთახის ტემპერატურის წყალს. კარგად ავურებთ და შემდეგ ვამატებთ ფქვილს, რამდენსაც შეიზელს. მოვზილოთ ცომი და დავასვენოთ 1 საათი მაცივარში. სანამ ცომი დაისვენებს, ჩვენ დავდგათ წყალი რომ ადუხდეს, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი და გავადნოთ მაღალი ხარისხის კარაქი. მე ვიყენებ შატილის ნაღების კარაქს. ცომმა დაისვენა, კიდევ კარგად გადავზილოთ და გავყოთ 7 ნაწილად. საცხობ ფორმას გადაუსვათ გამთნარი კარაქი, გავაბტყელოთ ცომი და გადავიტანოთ მე პირველ და ბოლო ფენას არ ვხარშავ. კვლავ გადავუსვათ ცხიმი. მეორე ფენას კი უკვე ვხარშავთ. აი ასეთი მოცეკვავე ცომი უნდა გამოგვივიდეს. მოვათავსებთ 2 წუთი ადუღებულ წყალში და იქვე იქონიეთ ცივი წყალი და საწური. გადავიტანოთ პირდაპირ ცივ წყალში და დავწუროთ. დავაფინოთ მეორე ფენა, შემდეგ მოვაყაროთ ყველი, შემდეგ მესამე ფენა და ისევ ყველი მოვაყარე, მეოთხე ფენას კარაქი წავუსვი, მეხუთე ფენასაც ყველი მოვაყარე, მეექვსე ფენასაც კარაქი წავუსვი, მეშვიდე ფენასაც არ ჭირდება მოხარშვა, გადავაფაროთ. გადავუსვათ ცხიმი და კვერცხის გულის და არაჟნის ნაზავი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სრულ მზაობამდე. როგორც ხედავთ, ბოლოდან არ ვიწყებ ჭრას, რადგან ცხიმი არ გადმოიყვაროს. ვაცხობთ 180 გრადუსზე სრულ მზაობამდე. ახლა კი დავამშვენოთ ჩემი საახალწლო სუფრა და აქვე გილოცავთ ყველას 2026 წელს. ეს წელი ყოფილიყოს ყველასთვის მშვიდობის და ბედნიერების მომტანი.